რა თქმა უნდა, მე და ჩემმა ოჯახმა ერთად გავხსენით მიღების წერილი და როდესაც დავინახეთ რომ მიმიღეს, ყველას ძალიან გაგვიხარდა, ძალიან კარგი გზნობა ჩემთვის და იმდენი ვიმუშავე და იმდენი ვიწვალე მე ამ უნივერსიტეტში მოსახვედრად, ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ მიმიღებდნენ და როდესაც ეს დავინახე, ძალიან მომეშვა და მოკლედ რო ვთქვათ, ძალიან გამიხარდა. Carnegie Mellon უნივერსიტეტი აურჩიე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სკოლა მსოფლიოში და იმ განხრით, რომელსაც მე მივდივარ, რომელიც არის ბიზნეს ადმინისტრირება და ფინანსები, ეს უნივერსიტეტი არის ტოპ 10 საუკეთესო უნივერსიტეტი ამერიკაში, რაც ძალიან პრესტიჟულია. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აურჩიე ეს უნივერსიტეტი, არის რომ ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გეხსნება კარებები ტოპ ფირმებში, როგორიც არის JP Morgan-ი, McKinsey და ასე შემდეგ, რაც დამეხმარება განვითარებაში. ბრიტანულ ქართულ აკადემიაში ვიყავი IB პროგრამაზე, რამაც უზრუნველყო ჩემი მომზადება უნივერსიტეტისთვის. ეს პროგრამა არის ცნობადი საერთაშორისო უნივერსიტეტებისგან, როგორც არის Carnegie Mellon University. ამ პროგრამამ გამივითარა ძალიან ბევრი უნარი. პროგრამა გვთავაზობდა ასევე TOK და CAS კლასებს, რომელიც დამეხმარა ყოფილიყავი აქტიური არ მხოლოდ აკადემიურად, არამედ ფიზიკურადაც და ასევე ამ პროგრამამ გამივითარა კრიტიკული აზროვნების და ანალიტიკური უნარები. ბრიტანულ ქართულ აკადემიაში გამივითარე ძალიან ბევრი კარგი უნარი, რომელიც დამეხმარა უნივერსიტეტში ჩარიცხვაში, როგორც არის მაგალითად teamwork-ის უნარი, ანუ კოლაბორაციის უნარი მეგობრებთან და თანამომუშავეებთან. რა თქმა უნდა, გავხდი უფრო თავდაჯერებული, აკადემიურადაც უკეთესი და ასევე მე მონაწილეობდი სხვადასხვა ოლიმპიადებში, როგორც არის STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა და ასე შემდეგ, რომელმაც მომცა უნარები, როგორც არის სწრაფად ფიქრის უნარი, სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი და ლიდერობის უნარი, რისთვისაც მე ძალიან მადლობელი ვარ. ბრიტანულ ქართულ აკადემიაში ჩემი მასწავლებლები ძალიან ბევრს შრომობდნენ და წვალობდნენ და ისინი ძალიან დამეხმარნენ რომ მოხვედრილიყავი აქ, სადაც ვარ. მადლობა მინდა გადაუხადო მათ ბრიტანულ ქართულ აკადემიამ, მაჩვენა ის გარემო, რომელიც იქნებოდა უნივერსიტეტში და მოკლედ უნივერსიტეტის ფორმატზე უფრო კარგად მომარგო, რამაც ერთიურად გამიადვილა უნივერსიტეტის პირველი წელი და საერთოდ უნივერსიტეტი. ბრიტანულ ქართული აკადემია ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში აპლიკაციის გაგზავნის პროცესში. იქ ყავდა მრჩეველები, თათია და თამთა, რომლებმაც მირჩიეს უნივერსიტეტები, დამეხმარნენ უნივერსიტეტების კითხვების და ესეების დაწერაში და აპლიკაციის შევსებაში, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. რამდენიმე მასწავლებლმა ასევე დამიწერა რეკომენდაციის წერილი. ჩემმა მეგობრებმაც დამიწერა ერთი რეკომენდაციის წერილი და მოკლედ რო ვთქვათ, BGA ძალიან დამეხმარა ამ უნივერსიტეტში მიღებაში. პირველ რიგში, რასაც ურჩევ მათ, არის რომ იშრომონ ბოლომდე და ეს შრომა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ასევე ურჩევ რომ მონაწილეობა მიიღონ ბევრ გარე აქტივობაში, როგორც არის ოლიმპიადები, შეჯიბრებები, internship-ები და ასე შემდეგ. ეს ძალიან ეხმარება სტუდენტს, რომ მოხდეს კარგ უნივერსიტეტში და მინდა დავამატო, რომ მარტო სწავლა არ არის მნიშვნელოვანი, ასევე საჭიროა ბავშვმა მიიღოს გარე გამოცდილებები, თუნდაც სპორტული აქტივობები, ეს ყველაფერიც ძალიან ეხმარება აპლიკაციას. Carnegie Mellon University-ში მოვხდი მაქსიმუმი დაფინანსებით, 100%-იანი დაფინანსებით და არ მხოლოდ CMU-ში, მოვხდი ასევე 16 სხვადასხვა კოლეჯში, როგორც ამერიკაში, ისევე ლონდონში.
მიმიღეს კოლეჯებმა, როგორიც არის Hamilton კოლეჯი, King's კოლეჯი, Connecticut-ის უნივერსიტეტი, Boston კოლეჯი და ასე შემდეგ, სადაც ჯამში დავაგროვე მიახლოებით 1.6 მილიონი დაფინანსება, 1.6 მილიონი დოლარი დაფინანსება, რაც ჩემთვის იყო ძალიან აღმოფრთოვანებელი და გასაკვირი და ამისთვის მინდა მადლობა მოუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა, მათ შორის სკოლას და ჩემს ოჯახის წევრებს. ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ ჩემთვის უზრუნველყო ის ფორმატი, რომელმაც გამეადვილა უნივერსიტეტში ცხოვრება და სწავლა, ასევე მათ მომამზადეს აკადემიურად იმ დონეზე, რა დონესაც მოითხოვს ესეთი ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი და ძალიან გამიმარტივდა ადაპტაცია უნივერსიტეტთან როგორც გარემოს კუთხით, ასევე აკადემიური კუთხით. ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ერთწლიანადებით მე დავახასიათებდი როგორც საჭირო გზა წარმატებისკენ ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ეს წვლილი მიუძღვის BGA-ს.